იქნება ამ საღამოს ძირითადი საუბარი. გასულ შემოდგომაზე კარნეგის ფონდი დაგვიკავშირდა ინიციატივით ჩვენ, ანუ კავკასიის ურბანული რესურსების ცენტრი საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში და ლევადაცენის მოსკოვში. ჰქონდათ ასეთი წინადადება და იდეა, რომ ჩატარდეს შედარებითი კვლევა, სოციალური გამოკითხვა იმის შესახებ, როგორ აფასებს სტალინის მოსახლეობა ამ ოთხი ქვეყნის და უნდათ ამ შედეგების საფუძველზე მოემზადებინათ პუბლიკაცია, რომელიც გამოვიდოდა სტალინის გარდაცვალებიდან 60 წლის თავს. ანუ კონკრეტულად იცოდნენ როდისთვის გეგმავდნენ ამ ყველაფერს. და ჩვენც და ლევადაცენტრის როგორც აღნიშნე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დავთანხმდით ამ ყველაფერს და დავინტერესდით ამით და მას შემდეგ დაიწყო საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა როგორც კითხვების შეთანხმების თვალსაზრისით, ასევე უშუალოდ გამოკითხვის ჩატარების თვალსაზრისით და 1 მარტს შედეგები წარმოდგენილი იყო პირველად ვაშინგტონში, 5 მარტს მოსკოვში და დღეს ჩვენთან თბილისში უბრალოდ საქართველოში ცოტა დაგვიანდა, იმიტომ რომ ქართული თარგმანი შედარებით მეტი დასჭირდა მაგას უკვე სხვას. მიუხედავად ამისა, ყველაფერი მოესწრო ისე როგორც იყო დაგეგმილი და დღეს გვაქვს უკვე ეს წიგნი, არის წარმოდგენილი ძირითადად ყველა შედეგი, რაც კი მიღებულია ამასთან დაკავშირებით, თუმცა მონაცემთა განაზრების შესაძლებლობები პრინციპში საკმაოდ უსასრულია და მითითებულია წიგნშიც და მეც გაჩვენებთ პრეზენტაციაში, სად არის მონაცემთა ბაზა, სადაც შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ ყველაფერი, რაც გვაქვს, რაც ვიცით, რაც მოვიპოვეთ. ერთადერთი წინასწარ ვიტყვი იმას, რომ აღმოჩნდა მუშაობის პროცესში, რომ ამ ტიპის ინფორმაცია, ამ ტიპის ცოდნა, ამ ტიპის შედეგები არსებობს დაახლოებით 20 წლიანი დინამიკა რუსეთში, ანუ რუსეთში კერძოდ ლევადაცენტრი ეკითხებოდა ამ ყველაფერს უკვე თითქმის 20 წლის მანძილზე, იციან როგორ იცვლებოდა, ძალიან შთამბეჭდავი დინამიკაა და ბატონი ლევიკოვი ისაუბრებს რატომ ამის შესახებ. სამწუხაროდ ამბობს საქართველოში არაფერი ანალოგიური არ იყო. შეიძლება იყო გარკვეული ასე ვთქვათ კვლევების სტალინის შესახებ, მაგრამ ისინი არ ეფუძნებოდა საზოგადოებრივ შესწავლას, გამოკითხვებს და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან შევეცადეთ, მაგრამ ვერ მოვიძიეთ ანალოგიური ინფორმაცია და ეს იყო ძალიან სამწუხარო. შესაბამისად, ის რასაც ჩვენ ამიერკავკასიის მონაცემების შესახებ წარმოგიდგენთ, სამწუხაროდ არ არის შედარებითი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვიცით ადრე როგორ იყო, არ ვიცით როგორ შეიცვალა, არ ვიცით ეგრეთ წოდებული საწყისი წერტილი. მე შემიძლია უკვე გაჩვენდეთ, ვერ ვიგებ სად გამოჩნდება სლაიდები. წინ არის ადგილები და მოგძანდით თუ გინდათ. სანამ დაგვიწყე, არის ადგილები. სწრაფად. როგორც გამოჩნდება და არჩევის მიზერა უნდა კონცენტრაცია დაინახოს.
და ბანერისკენ და ზევით. ბანერის დაყვეჩო შექმნა. სტალინისადმი მიძღვნილი კითხვები, ანუ სტალინისადმი რესპონდენტების გამოკითხულების შესახებ ჩვენ შევეკითხეთ რესპონდენტებს კავკასიის კულტურის ერთობის ცენტრის ყოველწლიური გამოკითხვის ფარგლებში, რომელზეც კავკასიის ბარომეტრი, რომელიც აწარმოება ყოველ შემოდგომას და რესპონდენტები, რომელიც წარდება საქართველოს სომხეთში და აზერბაიჯანში ერთიანი მეთოდოლოგიის საფუძველზე. გასულ წელს გამოკითხვა ჩატარდა 21 სექტემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით. სულ სამივე ქვეყანაში გამოიკითხა 6715 რესპონდენტი, აქედან საქართველოში 2502. დანარჩენს ხედავთ და ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა არის პუბლიკაციაშიც. ჩატარდა პირისპირი ინტერვიუები, რესპონდენტები შეირჩნენ ორეტაპიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის სრულწლოვანი მოსახლეობისათვის, გარდა იმ ტერიტორიებისა, რომლებიც სამხედრო კონფლიქტის მსხვერპლები არიან. ცნობილების ინტერვალი საშუალო ქვეყნებისთვის არის 1.99% სომხეთში, 2.1% აზერბაიჯანში და 1.9% საქართველოში, მაგრამ ზოგიერთი კითხვისთვის სხვა მეტია. რაც შეეხება თვითონ კითხვებს, ანუ უშუალოდ რა კითხვები დავსვით. იყო 8 კითხვა, რომელიც სტალინს ეხებოდა. ჩვენი ძირითადი ორი პრინციპი და პრიორიტეტი ამ კითხვების შემუშავებისას იყო ის, რომ მაქსიმალურად სრულად შეგვესწავლა თუ სინამდვილეში რას ფიქრობს ხალხი, ანუ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთი ცალი და პირდაპირი კითხვა არ მუშაობს, ამიტომ ჩვენ შევეცადეთ, რომ დაგვესვა, ანუ ძალიან ბევრ კითხვას ვერ დავსვამთ, იმიტომ რომ სხვა კვლევის ნაწილი იყო. მაგრამ გვინდოდა რომ მაქსიმალურად მრავალმხრივი ყოფილიყო ეს კითხვები და ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამწუხაროდ არა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო შედარებითობა იმ წინა ინფორმაციასთან, რაც ამ 20 წლიანი დინამიკის სახით ძალიან ძვირფასი რესურსი იყო. თვითონ კითხვარი დევს ჩვენს ვებგვერდზე და ზოგადად საფრანგეთში გაჩვენს თვითონ ბაზაც დევს ვებგვერდზე, ანუ ვისაც გაინტერესებთ დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ, თუმცა თვითონ კითხვები დუპლირებულია უშუალოდ სლაიდებზეც, ზუსტად ისე როგორც იყო კითხვაში. პირველი კითხვა, რომელმაც გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია ჯერჯერობით ქართულ საზოგადოებაში, იყო ის ამ სიტყვებიდან, რომელი ავტორს ყველაზე კარგად თქვენს დამოკიდებულებას სტალინისადმი და ჩვენ შევთავაზეთ აქ ბარათი. ანუ აქ არის კორესპონდენტების თავისუფალი არჩევანი, ბარათიდან არჩევდნენ პასუხის ერთ ვარიანტს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა მათ გრძნობებს და მათ დამოკიდებულებას. როგორც ხედავთ, საქართველო არის მომწვანო ფერის, ანუ მწვანეა. საქართველოში დომინირებს პატივისცემა 27%-ით, რუსეთში დომინირებს გულგრილობა 32%-ით. და ძალიან საინტერესოა, რომ აზერბაიჯანში ყველაზე ხშირი პასუხი არის არ ვიცი ვინ არის სტალინი და ამას პასუხობს რესპონდენტების 22% და ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი თქმა მაღალია. ანუ რაღაცაში მოსალოდნელი შედეგები გვაქვს, რაღაცაში ძალიან მოულოდნელი. მომავალ სლაიდებზე ზოგან ჩვენ გვექნება დაჯგუფებული, ეგრეთ წოდებული დადებითი დამოკიდებულება, რომელიც აერთიანებს პასუხებს ახლოვანი პატივისცემა, სიმპათია. და უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც აერთიანებს პასუხებს ანტიპათია, გაღიზიანება, შიში, ზიზგი. გულგრილობა დარჩება ცალკე. შემდგომი ანალიზიდან, რა თქმა უნდა, გაცხრილებული და გამორიცხულები არიან ეს რესპონდენტები, ვინც გვითხარ, რა ვიცი ვინ არის სტალინი და არ ვიცი უარყოფითი და დარჩება.
შემდეგი კითხვა იყო, ანუ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვადასხვა მხრიდან შეგვიძლია საკითხისადმი. მეორე კითხვა იყო, გსურთ თუ არა იცხოვროთ და იმუშაოთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მსგავსი პიროვნება მართავს. რამდენადაც პირველ კითხვაზე მივიღეთ საქართველოზე ვიტყვი უფრო დადებითისკენ გადახრილი პასუხები, აქ უკვე გვაქვს ფრიად განსხვავებული სურათი. 24% ჯამში ამბობს მინდას და 73% ჯამში ამბობს არ მინდას. შემდეგ უფრო საინტერესო ხდება ყველაფერი. ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით მოსაზრებას, სტალინი იყო ბრძენი ლიდერი, რომელმაც სიმძლავრე და კეთილდღეობა მოუტანა საბჭოთა კავშირს. ხედავთ შედეგებს, ჯამში 68% საქართველოში ამას ეთანხმება და ეს არის ამ 4 ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 4 ქონდა ასეთი მოსაზრება, მეორე იყო სტალინის ყველა შეცდომის მიუხედავად მთავარი მაინც ის არის, რომ მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ხალხმა დიდი სამამულო ომი მოიგო. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო მეტი ხალხი ეთანხმება საქართველოში და ისევ და ისევ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ 4 ქვეყანას შორის. შემდეგ მოდის უკვე უარყოფითი დებულებები. სტალინი იყო სასტიკი არაადამიანური ტირანი, რომელიც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე. ცალსახად უარყოფითად ჩამოყალიბებული კითხვა, რომელსაც საქართველოში ჯამში რესპონდენტთა ნახევარზე მეტი მაინც დაეთანხმება. და ისევ და ისევ ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ 4 ქვეყანას შორის. და ბოლო დებულება, რომელიც შევაფასებინეთ, ჩვენს ხალხს ყოველთვის ექნება მოთხოვნილება ჰყავდეს ისეთი ლიდერი, როგორც სტალინი იყო, რომელიც მოვა და წესრიგს დაამყარეს. საქართველოში დაეთანხმა ჯამში 27% და ამ შემთხვევაში ეს უკვე აღარ არის ყველაზე დაბალი რიცხვი, ანუ აქ უკვე საქართველოს ალბათ შუაში, არ არის არც თავში არც ბოლოში. ბოლო ორი კითხვა, რომელიც გავუსვით, იყო ესეთი. სტალინის რეპრესიების შესახებ თუ ვისაუბრებთ, რომელ მოსაზრებას ეთანხმებით? 4 ქვეყანაში ყველაზე ბევრი რესპონდენტი ეთანხმება პასუხს, რომ ეს იყო პოლიტიკური დანაშაული. დაახლოებით მეხუთედი რესპონდენტების, თუმცა ცოტათი ვარირებს, ეთანხმება პასუხს, რომ ეს იყო პოლიტიკური აუცილებლობა. და საქართველოში ყველაზე მაღალია იმ რესპონდენტთა წილი, ვინცაც უჭირს პასუხი გასცეს ამ კითხვაზე, ან უარს ამბობს პასუხი გასცეს ამ კითხვაზე. და ბოლო კითხვა იყო, როგორ ფიქრობთ საბჭოთა ხალხის მიერ სტალინის მმართველობის დროს გაგებული მსხვერპლი გამართლებულია თუ არა ამ ქვეყნის მიერ მოკლე დროში მიღწეული შედეგებით. ჯამში 29% საქართველოში თვლის, რომ ან ნამდვილად, ან გარკვეულწილად გამართლებულია, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან რადიკალურად განსხვავებული შედეგი სხვა ქვეყნებისგან ამ შემთხვევაში არ მიგვიდია საქართველოში. ახლა რა? ძალიან წინააღმდეგობრივი სურათი იკვეთება იმ 8 კითხვაზე მიღებული პასუხებისაგან, რომელიც ამ წუთას ნახეთ. ერთი მხრივ საქართველოზე მექნება ახლა აქცენტი, 45% ცალსახად აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას, მაშინ როცა ცალსახად უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს 20%, 78% თვლის, რომ საუბარია ბრძენ ლიდერზე და 76% უდიდეს ღირსებად და უდიდეს მიღწევად მიაწერს ომის სამამულო ომის მოძიებას. მეორე მხრივ, ზუსტად იგივე ხალხი ამბობს 73%, რომ არ უნდა იცხოვრონ ქვეყანაში, რომელსაც სტალინისნაირი პიროვნება მართავს. 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საუბარია სასტიკ არაადამიანურ ტირანზე, იგივე ხალხი. 45% ჯამში თვლის, რომ რეპრესიები იყო პოლიტიკური დანაშაული და 45%, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, ზუსტად იგივე ხალხია თუ არა, ეგ შეგვიძლია შევამოწმოთ, ნამდვილად არ იქნება ზუსტად იგივე ხალხი, თვლის, რომ სტალინის მმართველობის დროს გაწეული მსხვერპლი გაუმართლებელი იყო. და ეს არის ის ქართული ფენომენი, რომლის წინაშეც გავუთ, ხო, ერთის მხრივ მარჯვენა მხარე, მეორე მხრივ მარცხენა მხარე. ახლა შევეცადოთ დავინახოთ რა ხდება, თუმცა ამის ბოლომდე დანახვას ძალიან დიდი ბოდიში დღეს ვერ შევპირდებით. უბრალოდ ნახოთ რა ნაწილობრივ მაინც როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ახსნა. აქ არის უკვე კროსტაბულაციები, სადაც ნახოთ როგორ პასუხობენ ორ განსხვავებულ კითხვას
ანუ როგორ აწედებიან რესპონდენტები ამ ორ კითხვაზე პასუხისას. მეორე და მესამე სვეტებში ბევრი საინტერესო არაფერი ხდება, მაგრამ ხედავთ, რომ ის ხალხი, ანუ პირველი სვეტი, ვინც ამბობს, რომ მათი დამოკიდებულება სტალინისადმი არის დადებითი, ანუ პატივისცემა, აღფრთოვანება, სიყვარული და ასე შემდეგ. პრინციპში შუაზე იყოფიან, როდესაც ვეკითხებით, გსურთ თუ არა იცხოვროთ და იმუშაოთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მსგავსი პიროვნება მართავს. ანუ მათგან ვინც ამბობს, რომ ისი დამოკიდებულება სტალინისადმი დადებითია, 53% პასუხობს, რომ არ მინდა ვიცხოვრე ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მსგავსი პიროვნება მართავს. მათგან ვინც ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება სტალინისადმი დადებითია, 40% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სტალინი იყო ტირანი. ახლა ნახოთ მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები, ვინც გითხრა, რომ სტალინი იყო ბრძენი ლიდერი. მხოლოდ ეს ხალხი გვეუბნება მათგან 40% რომ ნამდვილად არ უნდა იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ბრძენი ლიდერი მართავს და კიდევ 16% ამბობს, რომ უფრო არ უნდა, ვიდრე უნდა იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ბრძენი ლიდერი მართავს. იგივე ხალხი, როდესაც ვეკითხებით, ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას, რომ სტალინი იყო სასტიკი, არა ადამიანური ტირანი, რომელიც მილიონობით ულანშაბადანია სიკვდილშია დამნაშავე, ამას ეთანხმება ჯამში 53%. და ბოლო ასეთი სლაიდი, ძალიან გვაინტერესებდა, რამდენად დავინახავთ რაიმე კავშირს, რაიმე კორელაციას, რაიმეს სტალინისადმი დამოკიდებულების მიხედვით ერთი მხრივ და დემოკრატიის მხარდაჭერის მიხედვით. თუმცა ორივე შემთხვევაში სტალინისადმი დამოკიდებულებას და დემოკრატიის მხარდაჭერაც ძალიან ვერბალურ დონეზეა, ანუ ძალიან ღრმად არ ვარ შეჭრილები ჯერჯერობით და აქ პრინციპში დიდ განსხვავებებზე საუბარი არ არის. დაახლოებით ერთნაირად ჭკუპდება ხალხი და არანაირი საინტერესო კანონზომიერებები ნამდვილად არ იკვეთება ორივე ლურჯი და წითელი სვეტები, ლურჯ და წითელ სვეტებს შორის არსებული განსხვავება ცდომილების ზღვაშია, ესე რომ კაიფი არ ხარ. ეხლა არ ვიცი რამდენი დრო დავჭა, მაგრამ ოკეი, მოვასწრებთ. ეხლა ვნახოთ უბრალოდ ის ინფორმაცია თუ როგორი დემოგრაფიული მაჩვენებლები ახასიათებს სტალინის როგორც მხარდამჭერებს, ასევე არამხარდაჭერებს საქართველოში და ამის შემდეგ რამდენადაც მახსოვს მხოლოდ საქართველოს შედეგები მაქვს. თუმცა ვიმეორებ არსებობს ეს შედეგები 4-ვე ქვეყნისთვის და ყველა მსურველს თავისუფლად შეუძლია მეთოდს წინახოს და პრინციპში ისიც არის დიდწილად წარმოდგენილი. დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით, ან ჩვენი შერჩევა წარმომადგენლობითია ზოგადად საქართველოს მოსახლეობისთვის და აგრეთვე ქალაქ თბილისის მოსახლეობისთვის, საქართველოს სხვა ქალაქების მოსახლეობისთვის და სოფლების მოსახლეობისთვის, შესაბამისად ასე გვაქვს დაყოფილი სლაიდებზეც. ხედავთ, რომ დადებითი დამოკიდებულება ჭარბობს შედარებით, მაგრამ არა რადიკალურად სოფლებში. ხოცავთ თო ციფრები რა თქმა უნდა, მაგრამ შეგიძლიათ მე ან დამაბრუნოთ ამ კითხოთ ან დაიხსნათ. მაგრამ ამ პრეზენტაციის დიდი ნაწილი დევს ჩვენს ვებგვერდზე და ამიტომაც ავტორთა ალბათ მომყოლებით. განათლების დონის მიხედვით ყველაზე მეტად დადებითი დამოკიდებულება სტალინისადმი აფიქსირებს ხალხი, ვისაც აქვს საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლება. ასაკის მიხედვით აქ ძალიან ცალსახად არათელი სურათი იკვეთება. ყველაზე მეტად დადებითი დამოკიდებულებას აფიქსირებს ის ხალხი, ვინც არის 61 წლის ან უფროსი. და კიდევ შევაფასეთ რუსული და ინგლისური ენების ცოდნის მიხედვით, აქ დიდი განსხვავებები ჯგუფებს შორის პრინციპში არ არის. ერთ-ერთი ინგლისურში ცოტათი არის ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ არ აქვს საერთოდ არანაირი საწყისი ცოდნა ინგლისური ენის, ისინი შედარებით მეტად აფიქსირებენ სიმპათიებს სტალინისადმი. კომპიუტერის ცოდნა დაახლოებით იგივეა, რაც ინგლისური ენის ცოდნა. იგივე ჯგუფები, იგივე დემოგრაფიული ჯგუფები უკვე მეორე კითხვის, როგორ პასუხობენ მეორე კითხვას, გსურთ თუ არა იცხოვრეთ და იმუშაოთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მსგავსი პიროვნება მართავს. თბილისში განსაკუთრებით მაღალია იმ ხალხის წილი, ვინც ამბობს, რომ არ უნდა.
ანალოგიურად ახალგაზრდა, ყველაზე ახალგაზრდა რესპონდენტებს შორის არის ეს ძალიან მაღალი და ხედავთ, რომ ყველაზე ასაკობრივ ჯგუფში მაინც ყავს 26% ვინც ამბობს ნამდვილად არ უნდა, 18% ვინც ამბობს უფრო მინდა ვიდრე არ მინდა. განათლების დონის მიხედვით არ არის მოულოდნელი შედეგი, რაც უფრო განათლებული, მაღალი განათლების დონე ამბობენ, რომ არ უნდათ. გარკვეული შედარებით სხვაგან სულ არ არის, სხვა შეიძლება ნახეთ, სქესის მიხედვით არ იყო არანაირი განსხვავებები. და რეპრესიების შეფასება ისევ და ისევ თბილისშია ის ტენდენცია, რომ თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური დანაშაული, ბევრად უფრო გამოკვეთილი სხვა ტიპის დასახლებულ პუნქტებში. რაც შეეხება მსხვერპლს, აქაც დაახლოებით იგივე სურათია, ანუ თბილისი გვევლინება როგორც ყველაზე ნაკლებად სტალინისტური საქართველოს დასახლებულ პუნქტებს შორის. პრინციპში ეს იყო ჯერჯერობით, როგორც ვითხარით, ბაზა არის გვერდზე და ცოტა ხანში გაუდავდება, ანუ ჩვენ მას გადავაკეთებთ ონლაინ მონაცემთა ანალიზის სისტემის მეშვეობით, ვისაც გიხმარიათ, რომ ეს არის ძალიან მარჯვე სისტემა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ შედეგები ყოველგვარი სტატისტიკური პროგრამის ცოდნის გარეშე და მაქსიმუმ ერთ დღეში ეს უკვე გვექნება. მადლობა. ალბათ დარბაზსაც ექნება კითხვები მას მერე რაც ალბათ დარბაზსაც ექნება კითხვები მას მერე რაც ავტორები თავიანთ მოსაზრებას და ალბათ ამ კვლევის უნდა თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ. დრო ბევრი არ აქვს, ამიტომ მე პირდაპირ გადავალ ჩვენს სტუმრებზე, ალბათ იცით ვინ არიან დღევანდელი ჩვენი მოხსენებლები. პირდაპირ მივცემ მაშინ სიტყვას ქალბატონ მარია ლიპმანს, რომელიც იცით ალბათ რომ არის კარნეგის ცენტრის მოსკოვის კარნეგის ცენტრის წარმომადგენელი, შესანიშნავი ჟურნალის რედაქტორი. შეგიძლიათ გაეცნოთ მის სტატიებსაც, რეგულში სიამოვნებაა, რამდენიმე სტატიაც ავიკითხე და მე პირდაპირ მივცემ ქალბატონ მარია ლიპმანს სიტყვას. Большое спасибо. Я прежде всего хочу сказать, что я не руковожу Московским центром Карнеги, я просто там работаю, у нас есть руководитель. Но я хотела бы начать, конечно, с благодарности за возможность здесь выступить, с благодарности и фонду Бёля, и Центру социологических исследований Кавказа. И мне чрезвычайно приятно здесь выступать в таком красивом помещении. У ваших коллег в Москве гораздо более скромное помещение, таких мероприятий они проводить не могут. Собственно, вдохновителем этого проекта изначально был Том Девал, человек, который, может быть, здесь кому-то известен. Всем известен, очень приятно. Да, это и наш большой друг. К сожалению, он не смог здесь присутствовать сегодня. К сожалению, он не смог присутствовать и на московском нашем мероприятии, потому что уже много лет ему не дают безвизовой визы в Россию после того, как вышла его книга, посвященная войне в Чечне. Но идея принадлежит именно ему провести такое исследование в России и 3 странах Южного Кавказа. И я должна признаться, что поначалу мне эта идея не показалась интересной, потому что, как говорил Тина, у нас в России таких исследований было проведено очень много за последние 20 лет, и нам казалось, что мы все уже знаем про восприятие Сталина российской аудитории, и очень много было сделано Центром Левады на эту тему, много было проведено исследований, много опубликовано статей. Я сама что-то на эту тему писала. В общем, казалось, что это не очень интересно. Но когда мы узнали, что ни в одной из стран Южного Кавказа такое исследование ни разу не проводилось, естественно, стало интересно. И результаты нас, как тоже сказал Тина, отчасти удивили, а отчасти были вполне ожиданными. Интересно, конечно, результаты, полученные в Азербайджане, то, что больше, чем в какой бы то ни было из 4 стран, там оказалось людей, которые заявили о том, что они вообще не знают, какой Сталин. К сожалению, никто из нас не является специалистом по Азербайджану, но во всяком случае можно говорить о том, что из этих 4 стран, возможно, именно Азербайджан дальше других
отдрейфовал, отодвинулся от советского дискурса и советского прошлого. Впрочем, если посмотреть на страны постсоветского пространства, то мы увидим, что, собственно, сам факт отдрейфовывания от советского пространства совсем не определяет пути развития, потому что новые ориентиры могут быть очень различны. Если мы просто задумаемся над тем, что, пожалуй, с одной стороны есть Прибалтика, да, страны Балтии, а с другой стороны Туркменистан, то понятно, что сам факт новых ориентиров для государственного строительства совершенно не определяет характер политического развития. Так что Азербайджан, с одной стороны, располагает вот такой большой частью населения, которая не знает, какой Сталин, с другой стороны, совсем не может похвастаться в этом смысле демократической системой. Я думаю, что одной из причин того, что такая неосведомленность о Сталине имеет место в Азербайджане, одной из причин, наверное, есть другие, является то, что Азербайджан перешел на латиницу, и большое количество литературы, написанной на русском языке и даже на азербайджанском языке, но кириллицей, оказывается молодым людям просто недоступен. И я думаю, что, возможно, с этим тоже связано это отличие Азербайджана. В целом же, конечно, интересно, вернее сказать, не так велики были расхождения, как сходство. В общем, все-таки у нас у всех общее прошлое, возможно, это не самое прекрасное прошлое, но, тем не менее, многое нас объединяет. И то, о чем я хочу сейчас поговорить, это, собственно, восприятие Сталина на протяжении тех лет, что прошли с его смерти, с 60-х годов. Я думаю, что в этой аудитории едва ли есть кто-нибудь, кто не знает, кто такой Сталин, но думаю, что обстоятельства, которые меняли восприятие Сталина еще в Советском Союзе, возможно, известны и памятны не всем. То, что со смертью Сталина сталинизм и восприятие Сталина не сильно изменится, писал очень яркий, замечательный советский поэт Борис Чичибабин. Я пожалею переводчика, не буду цитировать стихов, но скажу, что есть у него замечательное стихотворение, написанное в 1959 году, то есть на самом пике десталинизации Хрущева, да, того, что мы называем хрущевской оттепелью. И рефреном к этому стихотворению была строка «Не умер Сталин». Он писал в этих стихах о том, что действительно только физической смерти Сталина недостаточно, и указывал на то, что Сталин внутри нас. Это для него была очень важная мысль. Хрущевская десталинизация закончилась с отстранением самого Хрущева от власти в результате государственного переворота. И то, что началось потом, можно было бы назвать ползучей ресталинизацией. Ползучей, потому что, собственно, из общественного пространства, из общественного дискурса советского Сталин практически полностью исчез. Его не славили, но уж точно его не осуждали. О нем просто не говорили. Более того, Сталин исчез и из физического пространства Советского Союза, потому что по инициативе Хрущева в рамках его программы десталинизации были разрушены, уничтожены все изображения Сталина, за некоторыми исключениями, которые главным образом в вашей стране или тогда в вашей республике находились, да, но на огромных просторах России колоссальное количество названий улиц, площадей, фабрик, заводов, колхозов, все эти названия утратили имя Сталина, как и утрачены были его изображения. Сам Сталин был в 1961 году вынесен из мавзолея, хотя, впрочем, не очень далеко, а точнее совсем близко. Он был захоронен от мавзолея, в котором оставался Ленин. Эта уклончивость, это замалчивание породили интересный феномен, который развивался уже в 70-е годы и был зафиксирован в интересной статье, опубликованной в свое время в эмиграции, в одном из эмигрантских изданий, и назывался он «Сталин в ветровом стекле».